მოდი ახლა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია გამოვთვალოთ სიჩქარის მუდმივას ერთეულები. ესე იგი, სიჩქარის მუდმივა კას ერთეულის გამოთვლა. ერთეულები, ესე დავწეროთ, ჯობია. ახლა ზოგადად ქიმიაში სტანდარტი არ არის, რომ რაღაც მუდმივას ერთეულები ქონდეს, მაგრამ კას, რომელიც არის სიჩქარის მუდმივა, აქვს, ხო? სიჩქარე ცხადია გულისხმობთ რეაქციის სიჩქარეს და საინტერესო არის ის, ესე იგი, მოდი დავწეროთ, რომ კას აქვს ერთეულები და როგორც ხედავთ, რადგან გამოთვლაზეა საუბარი, სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქვს, ხო? და კონკრეტულად მისი ერთეულები, მოდი დავწეროთ, დამოკიდებულია სიჩქარის კანონი დავარქვათ, კანონზე. ანუ rate law, მოდი ინგლისურად დავწერ მაინც. rate law. ანუ რა კანონი აღწერს სიჩქარეს რეაქციის. და მოდი განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე ნაცნობი შემთხვევებისთვის, ესე იგი, აქ დავწერ რიგს, ხო? არის რეაქციის რიგი 0, 1 და 2, ან 0 რიგი პირველი რიგი და მეორე რიგის რეაქცია. აქ დავწეროთ ერთეული. ანუ აი რა ერთეული აქვს კას თითოეულ შემთხვევაში და აქეთ ჩამოვწეროთ აქ დავწეროთ სიჩქარის კანონი. კანონი. როგორ მიმდინარეობს თითოეულ შემთხვევაში რა კანონი აღწერს სიჩქარეს, ხო? დავიწყოთ 0-ით. 0 რიგის შემთხვევაში სიჩქარე ტოლია სიჩქარის მუდმივა გამრავლებული კონცენტრაციაზე ხარისხად 0. ესე იგი 0 რიგის რეაქციის შემთხვევაში გვაქვს კანონი, რომელიც გამოიყურება ასე, სიჩქარე უდრის ეს მუდმივა გამრავლებული რეაგენტის კონცენტრაციაზე ხარისხად 0, რაც არის უბრალოდ 1. ესე იგი ნიშნავს, რომ სიჩქარეს რა ერთეულებიც აქვს, იგივე ერთეული ექნება მუდმივას. და ნუ სიჩქარეს ვიცით, რომ ყოველთვის აქვს ერთეული მოლი წამთან, ხო? ესე იგი ამის ერთეული არის მოლი წამთან. შესაბამისად ერთეული და მოდი დავწერ კას ერთეული. ამ შემთხვევაში იქნება უბრალოდ მოლი, მოდი, კაი ეს იყოს მოლი წამთან, მაგრამ მოდი ქართულად დავწერო ჯობია, ხო? მოლი წამთან. აქაც ქართულად ვიზამ. მოლი წამი. ასე. შემდეგ პირველი რიგისთვის, ესე იგი ეს იყო 0. მოდი ეს ცხრილი არ მჭირდება. და უბრალოდ ჩამოვწერ. ეს იყო 0 რიგის რეაქცია. ეხლა დავწეროთ პირველი რიგის. ესე იგი პირველი რიგის შემთხვევაში რა გვაქვს? ამ შემთხვევაში გვაქვს სიჩქარე ტოლია მუდმივა გამრავლებული კონცენტრაციაზე ხარისხად 1. ეხლა აქ, ნუ რავი, ორნაირად ძალიან მარტივია, ხო? ერთეულებთან როცა გვაქვს საქმე, იგივე თითქოს რიცხვებს უყურებდეთ. ანუ ამ შემთხვევაში მოლი წამთან თუ არის სიჩქარის ერთეული, ესე იგი ამისი ერთეულიც იქნება მოლი წამთან. ანალოგიურად, ანუ შეგვიძლია აქ შევხედოთ, რომ ეს არის მოლი წამთან, ხო? აქ ვიცი, რომ ამის კონცენტრაციის ერთეული არის უბრალოდ მოლი. ესე იგი, რაზე უნდა გავამრავლო? მოლი რომ მივიღო მოლი წამთან და ნუ პირდაპირ ლოგიკურად გამოდის, რომ უნდა გავამრავლო 1 გაყოფილი წამზე. და შესაბამისად გამოდის, რომ ამ შემთხვევაში კას ერთეული არის 1 გაყოფილი წამზე. ნუ მეორენაირად შეგვეხედა ასეც, რომ ეს შეგვიძლია აქ ორივე მხარე გავყოთ კონცენტრაციაზე და გვექნება, რომ კატოლია სიჩქარე გაყოფილი კონცენტრაციაზე. და ერთეულების ენაზე რომ გადავწერთ, ეს არის მოლი შეფარდებული წამთან, შეფარდებული მოლთან. და ესენი წავიდა და გვჭირდა 1 გაყოფილი წამზე. იგივე. და ბოლოს მეორე სიმდიდრეში ეს უნდა დავწერო მეორე რიგი. მეორე რიგის შემთხვევაში, რიგის მეწერა, ხო, აქაც რიგის დავწერ. გვაქვს სიჩქარე ტოლია გამრავლებული კონცენტრაციის კვადრატზე. და ანალოგიური ლოგიკით, ორვენაირად აღარ მოხსნი ახლა ცხადია, მოლი შეფარდებული წამთან, აქეთ მაქვს უკვე მოლი კვადრატში, ხო? მოლი კვადრატში
და შესაბამისად რაზე უნდა გავამრავლო? უნდა გავამრავლო ერთი გაყოფილი მოლი წამზე. და მივიღებ მოლი წამს, მოლი წამთანს. ანუ ამ შემთხვევაში ერთი გაყოფილი მოლი წამი. იქნება კას ერთეული. და ცხადია შეიძლება სხვა რიგის რეაქციასთან მქონდეს საქმე და მაგ შემთხვევაში ისევ ანალოგიური ლოგიკით შევძლებთ დავთვალოთ თუ რა ერთეულები აქვს კ მუდმივას.